ეს ის ადამიანი, რომელსაც ყველაზე ხშირად უგზავნი ხოლმე რილსებს და ფოტოებს და ცოტა სკანდალურ რაღაცებს ვიტყვი. და არ გაგიკვირდება შენ. შენ ფოტოებში არის სისადავე. არ ვარ აღზამის ის ღმერთი რა რომ უბდანო აქედან მომანაც თქო და რაც არის იმას ვერ გები. ხა შენ არ გაკლია დაფასება, გაცადე. ხო, ვისაც არ გაკლია, იმან რა თქვა ეს. ესეთი უნდა იყო ადამიანი, რასაც ფიქრობ, ის უნდა თქვა. ხო. ნუ ხანდახან შეგიძლია გაჩვენდე, მაგრამ ტყვილი ჩემი პირადი აზრით არ არის კარგი ამბავი. მგონი შეიძლება მიმღებლობის პრობლემაც ჰქონდეთ ადამიანებს, ხო? მივედით ყველაზე რთულ თემაზე. ხო, დაჯღეს, მაგრამ და ვიცი ვიღაც გადამიერიან ამის გამო, მაგრამ ნუ ესე არ ხალებს აქვს საშინლად დაბალი თვითშეფასება. ანუ ჩვენ თავის მიმღლობა ჩვენ თუ არ გვაქვს და ჩვენ თუ ჩვენი თავი არ მინდა სხვა როგორ მივიღოთ, როგორებიც ვარ. აი მან ბევრად რთულად არის ხოლმე საკითხი, იმიტომ რომ რატომღაც ყველა ცივს მაინც და მაინც იმ მომენტში უნდა უთხრას ყველაფერი. იმიტომ შენ თუ შენ თავს ასე დაუძახებს, ხოლმე დაგიძახებს, ხო? და თხოვდი ადამიანებს შეიყვარონ საკუთარი თავი ისეთები როგორებიც არიან. დღეს ჩემი სტუმარი არის როგორც იქანა და მოვიდა დავით ჭალიძე. ხო სწორად. სულ შეშინე სახელი არ შემეშალოს, ამიტომ თუ გვარი. ორივე. აუ ძალიან მიხარია. ისე სხვათა შორის პირველი სტუმრად სულ მინდოდა რომ ყოფილიყო ჭალო, მაგრამ ვერ მოვახერხეთ, იმიტომ რომ არასდროს არ იყო. ან საქართველოში არ იყო, ან მე რაღაც მჭირდა და შესაბამისად ისე მოხდა რომ ვერ დავემთხვევით, მაგრამ ეხლა არის ის გადასარევი დღე, როდესაც ჭალო არის ჩემთან გადაცემაში და ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედი და იღებ მონაწილეობა ჩემ პოდკასტში. ადამიანები ლელის ფოკუსში და ჩვენი თემა არის ადამიანი, მისი სხეული და პორტრეტი რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მე მგონია, არ ვიცი შემეკამათე რა თქმა უნდა, ღია საკამათოდ ამბავი, რომ ყველაფერი რა ჩვენ სიკვდილ არის ადამიანი და მასზე მორგებული სამყარო და შესაბამისად ყველაფერი არის მისი პორტრეტი. ანუ ნუ სხვა ჯანრში. ეხლა მე მაინტერესებს პირველი ესეთი კითხვა. ჯერ მოგვესალმე. გამარჯობა. აი, ეხლა ვაგრძელებთ, იმიტომ რომ ძალიან მიხარია ჭალა აქ და მეგონი მეტყობა. იმიტომ ბესალაპარაკო ბევრი გვაქვს, თემა ბევრი გვაქვს და რაც თავარია ძალიან ემთხოვა ჩვენი ფოტოგრაფიული გემოვნებები ერთმანეთს და შესაბამისად ეს ის ადამიანი, რომელსაც ყველაზე ხშირად უგზავნი ხოლმე რილსებს და ფოტოებს და მისი აზრი, რა თქმა უნდა, ჩემთვის ძალიან ესე ვთქვათ, კიდე გამომეორდება და მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მას აქვს ესეთი თვალი, ესეთი ხედო, ესეთი დეტალებს ამჩნევს, რომელიც გონია რომ კადრის идеალურ მიყლანამდე არის საჭირო და ძალიან გული მწყდება ხოლმე, როცა რამე ფოტო არ მოეწოდება. მაგრამ ეს ძალიან კარგია. რაც ნიშნავს შენთვის ლამაზი სხეული. ეხლა ეს თვე არის, ხო, აი ეგრევე რთული დავიწყე, იმიტომ რომ ეს არის მე ბევრი კითხვები მაქვს. ერთი ვიცი ჩვენ როგორი ურთიერთობა გვაქვს და რაზე ვსაუბრობთ, მაგრამ მეორე არის ეს ესთეტიკა, რომელიც მე რაღაც გაგვიზიარო, აი შენი კონკრეტული, იმიტომ რომ შენ გაქვს ის ხელწერა რომელსაც ეგრევე ვამჩნევთ, რაც არ უნდა იყოს, რომ ეს არის შენი გადაღებული, იმიტომ რომ შენ აქცევ ადამიანის სხეულს ყურადღებას, როგორ გამოიყურება და როგორია შენთვის, ანუ ჭალოს იდეალურად გადაღებული სხეული როგორია? რას ვაქცევთ ყურადღებას, ანუ რას აქცევ ყურადღებას პირველ რიგში? სხეული თუ სახელი, თუ მთლიანად? მოდი ჯერ სხეული დავიწყოთ და ნაწილებზე გადავიდეთ. აი, ნუ რას ვაქცევ ყურადღებას? ყველაფერს. მარტივი პასუხი, მაგრამ ამ მარტივ პასუხში ბევრი მეშმაკი არის დამალული და ბევრი დეტალი. ალბათ უნდა დავიწყო იქიდან, რომ ჩემზე აი ძალიან ღრმა ბავშვობიდან მახსოვს პირველად ვუყურებდი ხოლმე, მაშინ პირველი არხი იყო და გადიოდა ხოლმე დოკუმენტური ფილმები, ნუ ხელოვნებაზე, მხატვრობაზე, ქანდაკებაზე, ისტორიაზე, საბერძნეთი, რომი, საფრანგეთი, რენესანსი და ანუ გინდა არ გინდა და ფაქტია მოახდინა ყველაფერმა ჩემზე რაღაცა დონის გავლენა დაიკლეკა ჩემში რაღაცა ესთეტიზმი თუ რაღაცა სილამაზისადმი სწრაფვა თუ რაღაც სრულყოფილებისადმი სწრაფვა და თან ალბათ ისე რომ ვიც მივხვდი და რაღაცა მე უკვე აისახა ეს ყველაფერი იმ ყველაფერში რასაც დღეს კი არა და უკვე 16 წელია ვაკეთებ. კი. და უცბად ცოტათი გადავუხო, აქ არის და შენ თვითონ ხარ ძალიან ცნობის მოყვარეც.
და ეს ცნობის მოყვარეობაც გეხმარება აი ამ რაღაცებს ალბათ უფრო დამტკიცებაში, მე მგონია. იმიტომ რომ მუდმივად შენ რაღაცნაირად შენი ფიქრი რო გაქვს რაღაც კონკრეტულზე, თითქოს გეხმარება, შენ კიდევ უფრო მიხვდე რომ სწორად ფიქრობ. ანუ რაღაცები გეხმარება ამისთვის. აი მე ესე მგონია, რას ფიქრობ შენ კიდე, ну, ცოტა შეგაწყვეტინე, მაგრამ კი, მაგრამ აი დამტკიცება, რამდენად დამტკიცება არ ვიცი, იმიტომ რომ ესე არის ჩემთვის, ანუ ავთენტურია, ბუნებრივია, ესე ხდება და ესე ვხედავ ამ ყველაფერს და აი არა იმიტომ რომ ვიღაცას მინდა დავმტკიცო მე რაღაც პროპორციები. არა, შენზე ხოლო შენზე. ხო, ну, ჩემ თავსაც შეეხება ჩემ თავთან მაქვს ხოლმე ის რომ მიყვარს სირთულეები, იცი? და ну, კი, ჩემ თავს ვმტკიცებ ხოლმე ალბათ იმას რომ მორიგი სირთულე გადავლახებ. რავი, თუ ესე შეიძლება ვთქვათ, იმიტომ რომ აი გულწრფელად არ მიყვარს მარტივი რაღაცები. იმას მიხედავთ რომ შეიძლება ვიღაცებს ეგონოთ რომ მე რაღაცებს ძალიან მარტივად ვიღებ, არ არის ეს და ამ ყველაფრის უკან ძალიან დიდი ცოდნა, ძალიან დიდი შრომა და კიდე ბევრი რაღაცა არის. ასე ხალხს ვერ ჩამოვიწყდი. და მაინც რომ დაუბრუნდეთ ხელს. ფიგურის აგებას კადრში საიდან იწყებ? ხო, აი მომდენად ბუნებრივად ხდება ეს ყველაფერი, რომ ესე რაღაცა გაწერილი ხაზი, რაღაცა როგორც აი საჭმელს ვაკეთებ, იცი რის მერე რა უნდა ჩაყარო და დღემდე ვერ დავიმახსოვრე. იქაც ალბათ მაგიტოა, რომ აქაც ესევა, რომ აი ეს ხდება ძალიან ბუნებრივად. და ერთს ვიტყვი, რომ როგორც წესი, ну ალბათ რა რითაც ვიწყებ, ეს არის შუქი. და კადრის დაწყობას ვიწყებ იქიდან, რომ თავი არის განათება. განათება თუ გაქვს, შეგიძლია შექმნა კარგი ფოტო. განათება თუ არ გაქვს, რაც არ უნდა იწვალო, რაც არ უნდა ცოდნა ჩააქვსო, ხრიკები, რაფერს ვერ იზამ. იცი რა, მოდი მაგას ცოტა შეგეკამათებ, იმიტომ რომ ყველგან შეგიძლია განათება დაინახო. კი. და აქედან გამომდინარე, მე მგონი ეს მასობს კარგი და ცუდი განათება. ხო, მაგრამ ეს მოტო შენი იცი. ამას ჩემი ობიექტური, არა და სუბიექტური შეფასებაა, რომ მე მგონია რომ არსებობს კარგი და ცუდი განათება. რა თქმა უნდა, შეგიძლია ცუდიდან მაქსიმალურად კარგი გამოიყო, ანუ და შეეცადო და რაღაცები გადაფარო, გადმოფარო ტექნიკური თვალსაზრისით და მხატვრულად, მაგრამ ანუ თუ შუქი არ გაქვს, ძალიან რთულია და როგორც ესე ეგეც სიტუაციებში მიწევს ხოლმე მუშაობა, იმიტომ რომ არ მაქვს იმის ფუფუნება, რომ იდეალური შუქი მქონდეს, თან მით უმეტეს როგორც წესი მე მიყვარს ბუნებრივი შუქზე გადაღება. და არ ვარ რაღაც ამის ღმერთი რა რომ უბუდანო აქედან მომანათ თქო და რაც არის იმას ვერგები აქედან მომდინარე ხო ის შუქი მკარნახობს როგორ უნდა მოვიქცე და მე ვერგები ხოლმე შუქს და უკვე მიუყვები რაღაცა სხვადასხვა ფაზებს მოდისაც ხელს დაუბრუნდეთ არის ესეთი თემები, როგორიც არის, ახლა განათებაზე რა ხალაპარაკობთ. შენ გიყვარს ერთი შუქის გამოყენება, თუ რამდენი შუქის გამოყენება გიყვარს? ну მინიმუმ ერთი ისე ვერ გადავიღე. ხო, ერთი. ხო, აი მაგალითად უფრო რთულია ერთი გადაიღო კარგი ვიდრე ორი და მეტით, იმიტომ რომ უფრო მეტი ფუფუნებაა და უფრო მეტი ხო, მაგრამ შეგარ არის. შენ და მეც ორივე ფაქტობრივად ჩვენ მუშაობთ ასისტენტების გარეშე, ანუ მარტო გვიწევს განათების აწყობაც და თან გადაღება და თან კომუნიკაცია და თან მე ფოტოების დამუშავებაც და ასე შემდეგ და ეს ამ თემაში გეუბნება რამდენად ჯობია მარტივი განათება არ ნიშნავს რაღაცა დააკლდეს კადრს, ანუ მარტივი ყველაზე რთული გადასაღებია. ერთის მხრივ მარტივია, ერთის მხრივ რთულია. მარტივია, იმიტომ რომ არის ერთი განათება და არ გჭირდება რაღაცა აწყობა და წვალება და ასე შემდეგ და ტრება მithumetes ამ სიმძიმე სტატიოების და მეორეს მხრივ რთულია მიიღო ესა თუ გააჩნია რა გინდა, მაგრამ როგორც რთულია მიიღო რაღაცა შედეგი, იმიტომ რომ შეიძლება არ იყოს საკმარისი და მე რა უნდა გამოძრე ხოლმე ამ სიტუაციაში. მე დამუშავების დროს ამას ანგარიშობ ხოლმე, როდესაც იღებ, რო აი შემდგომ რა შეიძლება ყველა კადრი, როდესაც ვიღებ, ვიცი ზუსტად როგორი იქნება დამუშავებული. და თავიდან ვფიქრობ ამაზე. პლუს მე წესით იცი, მუშაობ შედარებით განსხვავებულად ბევრი ქართველი ფოტოგრაფისგან, არ მიყვარს მიჯრით კადრების გადაღება. ანუ არ შემიძლია ესე ვაჩხაკუნო და მე ავარჩიო, არა, მე ველოდები კადრს, თუმცა ამის გამო ბევრი კადრი
გამიმაზავს ყოფილი ეგეთი რაღაცების და მინანია, მაგრამ მაინც მირჩევნია. ყველა ფოტოგრაფს თავის ტემპი აქვს ჭალო და მე მგონი ნორმალურია, შენ ეგეთი ტემპი. მასიურად მე რაც მინახავს, ხო, ყველა ეს აი 10,000 ფოტოს იღებს, ან რაღაცა ერთ გადაღებას 500 ფოტოს, 1000 ფოტოს და მე უცებ რაღაცა 70 ფოტოთი ვამთავრებ ხოლმე და ნუ ეხა არ ტრაბახობ, მაგრამ ნუ ობიექტი არის ხო. შენ გაქვს საშუალება, რომ გიტრაბახობ და მე იმ 70-იან შეიძლება 10 ან 20 მოეწონოთ ხოლმე და ანუ მირჩევნია დაველოდო და შევქმნა რაღაცა იდეალური და კარგი და ჩავერიო და მაქსიმალურად მივიდე იმ შედეგამდე ვიდრე რაღაცა ბევრი ვაჩხაკუნო მე პლუს მიჭრის არჩევა ძალიან მიჭრის არჩევა კადრების და ანუ და ყველა კაცი რაღაცა მომწონს გინაგინე მცუჩიც რაღაცა მომწონს და კარგშიც ხომ მომწონს და ძალიან რთულია იმიტომ რომ ყველა არ იღებ ყოველთვის არ ვიღებ და ანუ აი მომენტია რომ ყველა ანუ აი თანაც სულს და გულსდებ და ფიქრობ მილიონ დეტალს უყურებ შუქს ჭდილს რაღაცა თვალს წამწამს რაღაცა დიაფრაგმას გულის სცემას და სუნთქვას აუ ისე მართლა ფოტოშორის ძალიან საინტერესოა იცი რა მომენტი ერთი რაც ჩვენ ვიღებთ როგორ ხედავთ ამ ადამიანებს და რა გვინდა რომ მათმა დაინახონ ასევე თავიანთ თავში და მეორე არის როგორ ფოტოებს არჩევს ეს იმდენს და დედამისი აი სრული სიგიჟე არ არის აი მართლა როგორც თან პარადოქსია ნახე რა მხრივ ერთის მხრივ მოდიან ჩემთან იმიტომ რომ მე ვარ ჭალო და უნდათ რომ მე გადავიღო ხო და მეორეს მხრივ ჭალოსთან კი მოდიან ხო მაგრამ რამდენად არიან მზად და აქვთ მზაობა იმის რომ ჭალოს ფოტო მიიღონ ან დადონ ეს არის კიდე მეორე მოცემულობა იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში ერევიან ხოლმე ხანდახან ძალიან უხეშად და კარნახობენ ну რა თქმა უნდა მე ვიღიმები და ყველა ბრეკეტი მიჩანს ხოლმე არა ანუ კარნახობენ ესე გადამიღე ესე უკეთესია ну ვიღიმი ვთილობ რომ რაღაცა არ შევიმჩნევ რომ ამ სიამონებს ეს თუმცა აი უკვე მე ჟულკა მერთობა ხოლმე რომ ჩემი დავუმტკიცო რომ მე შენზე მეტი ვიცი რა ჩემთან შემთხვევით არ ხარ მოსული და ხშირ შემთხვევაში მაგრამ არა ყოველთვის გადამყავს ჩემ მხარეს ხო ну ეგეც არის სანაპიროზე იმიტომ რომ ყოფილა რომ მე ვთქვამს რომ ოკეი მე გადაგიღებ რაც შენ გინდა ხო არ არის პრობლემა უბრალოდ მე მექნება თხოვნა რომ მე რაც მინდა ისიც გადავიღოთ და ასევე თხოვნა მექნება რომ ობიექტურად შეხედო ამ ყველაფერს შეიძლება შენი პრიზმიდან გამოხვიდე ცოტა ხანი ვიცი რომ რთულია ან მართლა ის რაღაცა შენი რაღაცა იმიჯი შექმენი შენი გამოსახულება ქართულად რაღაცას ქმნი და უცებ ვიღაცა ჭალო გეუბნება რომ იცი რა ამ თელცხოლა იღებს სელფის აქედან და ეს მხარი მოკრო შენი სამუშაო მხარი გონია რომ არის ეს თუმცა გეუბნება რომ არა ეს უფრო ლამაზი გაქვს და შეიძლება არ ქონდეს ამის მზაობა და მიმღებლობა და მე დავამთავრებ მე უცებ უნდა აუხსნა დაუმტკიცო და ხშირ შემთხვევაში დამტკიცება არ ჭირდება ხოლმე ნუ მართლა ესეა რომ შეიძლება მათზე კარგად ვიცოდე ხანდახან და ხშირადაც რა უფრო კარგია მათთვის და სხვა შეიძლება ხაი ბოლო გადაღებას რო გითხოთ 80 კაცი გადავიღეთ ხო ნუ გოგო მოვიდოთ და ცხოვრება შეგადავიღე ფოტო რომელი მხარე იყო არ მახსოვს მაგრამ იმ თვითონ სიტყვაზე იღებდა მისგან მარცხენა გულის მხრიდან ფოტოს და თავი დადგა ესე რომ დადგა მივხვდი რომ უკვე ეს რაკურსი მოსწავს მაგრამ ვუყურებ და ცალსახად მეორე რაკურსი არის მისთვის უფრო ოპტიმალური და უკეთესი მე არ მომავალ რომ ის მხარე სულია მაგრამ ხო ვიცი ხა რა უნდა უმეტესობა დამკვეთებს. უნდათ რომ ანჯელინა ჯონისნაირი ლამაზები და რაცა ასე შემდეგ და ასე შემდეგ. უხები მონიკა ბელუჩის სიტყვაზე კლასიკური შემთხვევა მონიკა ბელუჩის ნარ ტუჩები მინდა მქონოდა ლოყები ხშირად მეუნებია ხოლმე და კი. აი ვერ ვხვდები ხოლმე რა უნდა ვუთხრა თან კი ვიცი რა უნდა ვუთხრა ის მონიკა და შენ არ ხარ მონიკა გამარჯობა შენ ლელი ხარ მაგრამ ეს რო უთხრა მე იწყინებათ. ხო ნუ მოეწყო ხა შენც ხო და აი მე თან იცი ჩემი ამბავი მიჭეს ეს ტყუილის თქმა და რაღაცა აფეთისტობა ჩემში ნაკლებად დებს თუმცა რა დავამბვა მე ამასობაში როგორ მაგის გარეშე აღარ და ნუ მე უკვე აი ვუხს ისე და ისე აი ნახე მე მგონი რომ საუბარი არის ძალიან კარგი რაღაცა ანუ ეს არის მედიაში ძალიან კარგი რაღაცა რა მხრივ ერთის მხრივ მე მას ვაჭრე ინფორმაციას რომ იცი რა შენ არ ხარ ესა და ეს და ნუ მე უკვე ენის ანუ საუბრის გეჩვევა იხსნება უკვე და ადამიანს ინფორმაციას ღებულობს უმეტეს შემთხვევაში თან თუ მას შეუქმნი კომფორტულ გარემოს და აღარ დასტრესილი და რაღაც დაძაბული და შენ და მე რაღაც ანდობა გაუჩნდა ის კი წაკეთებ ამდობის მიღწევას როგორ მახერხებ ან ცდილობ რომ მომახერხო არის მომენტი რომ უყურეს გისმენს
აქვს მომენტი რომ შეიძლება ანუ იცი რა მოდი ოკეი ვწდი ოკეი და ანუ რაღაცა მიმღებლობის მომენტი უჩნდება აი ალბათობას უშვებს რომ შეიძლება ის ცდებოდეს ხო მაგრამ არ არის აპრიორი რომ მე ვარ მართალი ის ცდარია და ანის ხან არის რომ მე ანუ არ მაქვს ის მომენტი რომ თქვა რომ მე ყოველთვის მართალი ვარ და მე მithქვამს რომ იცი რა აი დაჟის მქონე ხომ რა შეიძლება მომენტი ხან მქონს სპორტულის ოლიმპიურის მომენტი მაგრამ არა მე შენზე მეტი ვიცი მე მეტი გამოცდილება მაქვს მაგრამ დამარცხებული ვარ იმიტომ რომ ყოველთვის არ ვარ მართალი და გადამიღია და თურმე მართლა ის რაც მას ეგონა უფრო კარგი იყო თუმცა ყოფილა შემთხვევები რომ დარწმუნებული ვარ რომ მე მყოფილ ვარ მართალი ხო მაგრამ მაინც დარწმუნებული ვარ რომ მიხვედრი ვარ მაგრამ არ უღიარებია ხო აი მომენტებიც არის ხოლმე ნუ ადამიანები არიან და შესაბამისად ყოველს თავისი ხასიათი აქვს შენ ფოტოებში არის სისადავე გიყვარს მინიმალიზმი, ანუ არ გიყვარს გადაჭედილი კადრი, მაგალითად, თან სამოსით იქნება თუ მაკიაჟით თუ სამკაულით, თუ რითაც კიდე. მაქსიმალურად ვცდილობ, როგორც არ უნდა დაიწყო გადაღება, ეს ყველაფერი განაცალკევო ამ ადამიანებისგან და დატოვო მხოლოდ ის, ვინც არის. და ამაში, რა თქმა უნდა, შენ ინტერესი არის პირველ რიგში, ხო? ანუ რომ აი აბა როგორი გამოვა და თან ამის გარდა რამდენადაც არ უნდა იყოს გასაკვირი, მიუხედავად იმისა, რომ შუქი, ნუ მეგონი რემბრანდტის განათებაზეც მე შეგვიძლია ერთი-ორი სიტყვა ვთქვათ, მაგრამ მაინც ამ ბუნებრივ შუქს ცდილობ, რომ შენი სტუდიაში გადაღებული ფოტოებიც ბუნებრივ შუქთან ახლოს მივიდეს. ხო, იმიტომ რომ მაინც იდეალური განათება შენთვის მე ძალიან ბევრი მოგჭალოს განასწავლი, ძალიან საინტერესო უყურებ შუქს განათებას და კი, ეს ეხმარება მას ფაქტურებში, კანის ფაქტურაში, სილუეტში, ხო? რა თქმა უნდა, ანუ სახის კონტურში და ასე შემდეგ, მაგრამ ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ფოტოგრაფის ნდობაზე არის, იმიტომ რომ მე პირადად მარტო დათოს ვახებინებ ხოლმე ფოტოებს. იმიტომ რომ მას არის ესეთი ესთეტიური თემა, როგორ უნდა რაკურსში, რომ მაქსიმალურად მიყვანოს იდეალურამდე, მისთვის წარმოსახვით იდეალურამდე. რა თქმა უნდა, იდეალური არაფერი ესე ალბათ შეიძლება არაფერი არ არის და ყოფილი შეიძლება შესაბამისად, მაგრამ ეგ არის ხოლმე საინტერესო, როდესაც ფოტოგრაფთან მიბრძანდებით გადაღებაზე. ყველას ნახوار მიდიხართ ახლა და ვისანაც მიდიხარ, მისი ესთეტიკა მოგწონს და მისი წესით უნდა მოგწონდეს. სამწუხაროდ არ არის ხოლმე ხშირი. კი, ამიტომ ალბათ რჩევა უნდა მივიცეთ, რომ კარგად შევისწავლოთ ფოტოგრაფიით, ვისანაც მივდივართ გადაღებაზე. იმიტომ რომ თქვენ თუ უბრალოდ ისწრებით ხართ გადაღებაზე, რომ ვიღაცამ გადაგიღოთ, მართლა ვიღაცამ. მაშინ დიდი მნიშვნელობა არ აქვს, მე გადაგიღებ თუ ჭალო. ჯობია რომ შეისწავლოთ დაუშვათ ფოტოგრაფიით და მას მიენდოთ, მას ენდოთ და მას აცადოთ, ასე რომ ვთქვათ, და მიიღოთ, იმიტომ რომ ძალიან ხშირად გქონი შეიძლება მიმღებლობის პრობლემაც გქონდეთ ადამიანებს, ხო? მივედით ყველაზე რთულ თემაზე. ხო, მაგრამ მოდი ვილაპარაკოთ ამ თემაზე, იმიტომ რომ ჭირდება ამის ცოდნა. მაშინ დავიწყებ იქიდან, ცოტა სკანდალურ რაღაცებს ვიტყვი. და არ გაგიკვირდება შენ. ხო, ნუ ვინც ვიცნობს, იცის რომ ხანდახან შეიძლება ვიღაცებისთვის ზოგადად პირდაპირ იწვიო, მაგრამ მე ვთვლი რომ ზოგადად ესეთი უნდა იყოს ადამიანი, რასაც ფიქრობ, ის უნდა თქვა. ხო. ნუ ხანდახან შეიძლება გაჩუმდე, მაგრამ ტყვილი ჩემი პირადი აზრით არ არის კარგი ამბავი. რაც შეეხება მიმღებლობას, ყველა გადაღებაზე თითქმის ვაწყდები, ნუ რაღაც აი მართლა კატასტროფულ კომპლექსებს, აი გულწრფელად გული მიკვდება. და თან იცი ხა შენ ჩემი ემოციების ამბავი და მართლა შეიძლება მე პირველად ვნახო, მაგრამ მაინც მიმაქვს მისი რაღაცა ის გულთან ახლოს და ანუ ხშირად მithქვამს ბევრ გადაღებებზე ესეთი რაღაცა რომ აი გერმანულსო გადაუყვან ფრანკს 10-დან 9 ფოტო მოსწონდა რა გჭირხალ ხო ანუ აი ესეთი ლამაზები ხართ, ესეთი კარგები ხართ, ესეთი უნიკალურები, განსხვავებულები და 10-დან რაღაცა ერთი ფოტოც არ მოგწონთ. იმის მიუხედავად ჩემ ფოტოები მოსწონთ ჩემთან მოდიან, მაგრამ მაინც იწუნებენ. ხო. იცი როგორ არის? ალბათ მაინც ის ამას დავასრულებ და ალბათ იცი რა არის? მაინც ადამიანებს რაღაც თავისი წარმოსახვა აქვს თავის შეხედულებასთან დაკავშირებით და
აი ეგ საკამათო თემაა, რამდენად მათი წარმოსახვა თუ მათ თავს მოახვიეს ეს ყველაფერი, იმიტომ რომ გინდა არ გინდა დღევანდელი სამყარო და განსაკუთრებით მოდის სფერო და ეს beauty ეგრეთ წოდებული ინდუსტრია, სილამაცის ინდუსტრია ქართულად არ ნახობს რაღაცას, რასაც უნდა გაყვე თუ არ ხარ იმ რაღაც სტანდარტებში ან ხაზებში, რაღაცა არ ხარ კარგი ტიპი თუ არ ვიცი როგორ არის სწორი ფორმულირება, მაგრამ და განსაკუთრებით ქალები არიან აი მართლა ძალიან დაჩაგრულები ხართ. ძალიან გულწრფელად ვიტყვი, იმიტომ რომ კაცებს სამწუხარო თუ საბედნიეროდ და ალბათ უფრო საბედნიეროდ არ გვაქვს ეს მომენტი, იმიტომ რომ აი ერთი კვირის წინ გადავიღე დაახლოებით 80 ადამიანი და შემიძლია ვთქვა, რომ კაცის გადაღებაზე მჭირდებოდა 2-დან მაქსიმუმ 4 წუთამდე და მე ტიპები კორპორატიულ პორტრეტს გულისხმობ. გადავიღე 3 კაცშიც, 12-შიც და 20 კაცშიც, ქალის შემთხვევაში მინიმალური დრო იყო 10 წუთი. და ამ დროს დროში ხარ შეზღუდული წარმოიდგინე და ძალიან რთულია. თან არ მინდა ისე იყოს ვარიქა და გადავიღა გავიქცე და მინდა რომ მართლა მაქსიმალურად დავიხარჯო, კომფორტი შევუქმნა, თვითმამაღლება, და შეფასება ავუმაღლა და ანუ რაღაცა ვიზუალურ მათზე და მათ როგორ წარმოუდგენიათ მაქსიმალურად ის გადავიღო და პლუს ჩემ ხელწერას რაღაც ეს მოვარგო პლუს არ იყოს მარტო მათი ნაკარნახები, მაგრამ ნუ არის რეალობა ის რომ ხალებს აქვს საშინლად დაბალი თვითშეფასება და ნუ ეს კიდე თალკე ძალიან დიდი თემა არის, რატო ნუ გარემო, ტოქსიკური გარემო, ეს რაღაცა მასკულინო ძალიან მოგო ძალიან ბევრი თემა არის. კი, იმიტომ რომ მეც აი ხა ქალბატონებსაც ავიღებ ხოლმე, ძალიან დიდ დროს ხარჯავ წინა სამუშაო პერიოდზე, ანუ სანამ გადაღებას დავიწყებთ, იმიტომ რომ მართლა ჭირდება რაღაცნაირად რომ გავძლიერდეთ რაღაცებში. არ ვიცი რატო ხდება ესე, მაგრამ არის, კი. გალების გადაღება უფრო რთულია, მაგ თვალსაზრისით, რომ მეტი დრო მიაქვს და ასე შემდეგ. თუმცა ბევრად უფრო მოწესრიგებულები მოდიან ვიდრე კაცები პირადად გადაღებაზე. ანუ ჩვენი თავის მიმღლობა ჩვენ თუ არ გვაქვს და ჩვენი თავი არ მიმდრე, სხვა როგორ მიგობრებს, სტილი როგორებიც ვარ. მე ვიცი რომ შენ გააკეთე სტუდია და რა უნდა გააკეთოს ადამიანმა რომ შენთან სტუდიაში მოხვდეს და შეძლო მისი გადაღება. გამიღიმა და რატომ? ნუ რატომაც ბევრს გონია და ჩემ და სამწუხაროდ და თან მეღიმება ხოლმე, მაგრამ თან ცოტა ვერაფსებლიანდები. რა ჩემთან მოხვედრა არის ძალიან რთული. აი მოვახციეთ, ჭალო რთულია შენთან მოხვედრა, გაჩერდი. რთული მოხვედრა, ძალიან მარტივად მწერ, ცალია და გიღებ. ამატებია. ერთად ხო, მაგრამ ნუ ხონა გეცალოს. არ გცალია. კაი, ნუ მოკლედ გარისკენ ღირს. მონდომება არის. რისკად ღირს რომ ჭალოს მიწეროთ და უთხრათ რომ გადაღება უნდა, იმიტომ რომ ხშირად დაკავებულია ან საკომსო. ან სამოგზაუროთ ვარ და მომხდები, ანუ შენ თბილისში ხარ, მე იქ მეგონი. ხო, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა რომ მუშაობს სხეულზე, ადამიანის პორტრეტზე შედუს დამშლოვანია დაისვენა ყველაფრის განაც და რაღაცნაირად თითქოს ეს მოგზაურობა სხვა ადამიანების ნახვა, მათთან კომუნიკაცია ეს შენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ჩემთვისაც საჭიროა, იმიტომ რომ ისმენ როგორი მახინჯია, როგორი საშინლად გამოიყურება და შენ ან ხა ეგრეა ხო ცუდა ჯღავს, მაგრამ და ვიცი რომ ვიღაცები გადამიერიან ამის გამო, მაგრამ ნუ ესე არის და პლუს ამას გარდა იმისა რომ ხარ და ვარ ფოტოგრაფი, ანუ მართლა ფსიქოლოგი გავხდი ბევრის. მაგრამ სამწუხაროდ საბედნიეროდ, მაგრამ ნუ ესეც შევითავსე, იმიტომ რომ ანუ მართლა გულწრფელად მგონია ყველა ადამიანი არის უნიკალური რა. აი და ყველა ადამიანში არის სილამაზე. ანუ არავინ არ თქვას, რომ ჯერ სიტყვა მახინჯი არ მიყვარს, როგორც ბავშვობაში ძალიან მიყვარდა და მოხიკითხუია რა, დავიტუტუ უნდა დავადო. სომცხენია რა, ანუ აი სიტყვას ვიყენებდი, დღესაც ვიყენებ ვიღაცების, მე დავარ ვიზუალურ სიმახინჯეს ავცნობ ამ ცნებას. იმიტომ რომ ცოტა მახინჯს ეძახალმე ცოტა მე საშინელი აზროვნების ადამიანს, რომელიც ჩემთვის საშინელი, მისთვის ეს იყოს რაღაცა ძალიან კარგი. და ამიტომ უნდა ავხსნათ, არ შეიძლება ჯერ ამ სიტყვის გამოყენება არ შეიძლება. იმიტომ შენ თუ შენ თავს ესე დაუძახებს, ხოლმე დაგიძახებს, ხო? მე ვუხსნებ, არაფერი ამ სამყაროში სიმეტრიული, იდეალური. მე ამაზე ტარდება ძალიან დიდი ექსპერიმენტები. ხო. ანუ ეს beauty ინდუსტრიასთან შემთხვევით ჰაიგდან არის მოსული და კი თავს გვახვევენ რომ უნდა ვიყოთ იდეალურები ხალხო, მე კამერით შევხედები.
მაგრამ არ არის ესე, იმიტომ რომ ადამიანის ტვინს არ შეუძლია ამ ინფორმაციის გადახარშვა. აი ძალიან ბევრი ის მინახავს კვლევა პარიზი, ტოკიო, ლონდონი, ნიუ-იორკი და დადიან ქუჩაში ჩვენ მეძებს ორ ფოტოს. სადაც არის თქვა სიტყვაზე ჩემი ან შენი ფოტო არ მიღად ანჯელინა ჯოლის ფოტო გადავეკიდე. ფოტო გადავეკიდე. ან მართლა ფოტო არ გამხსენებია აი წლებია და უცებ ანჯელინა ვამბობ ხო. აი თქვა და ორი ფოტო. ნუ ჯიჯი ჰადიდი რეალური ანჯელინა და ფოტოშოპით გაიდეალურებული. და ეკითხები რომელი მოგწონთო? დიდი უმეტესობა და ხშირად 90% ირჩევს რეალურს. ის იდეალური კი გვინდა, ნახევარი პარადოქსულია სამყარო. მე ვიხდით იდეალურისკენ, გვინდა ვიყოთ იდეალურები, იდეალურ პროპორციები წარბები, ცხვირი, ნესტოები, ტუჩები, კბილები, მხრები, რავინ ვარცხნილობა, შუბლი, ღაწვი, რაღაც ბაყვი და მე ამაზე გაჩვენებენ, აი რაღაცა აკლია. ხო, სიცოცხლე აკლია. სიცოცხლე აკლია. და ეს არ არის რეალური, ეს არის აი ჩვენ ხო არ ვიყენებთ ჩვენი ტვინის მაქსიმალურ შეფასებას, რაღაცა მინიმალურ დონეზე რამდენი პროცენტი არ მახსოვს 3, 4, 5, 7 შეიძლება ვიღაც იყოს ან 1% ვიღაცისთვის ჩვენ რეალობაში, მაგრამ ხო, ნუ ამ შემთხვევაში ჩვენი ტვინი ვერ აღიქვამს იმ ინფორმაციას, იმიტომ რომ ის არის ძალიან იდეალური, სრულყოფილი, მის ტვინს არ აქვს, ჩვენ ტვინს ამის ფუფუნება როს აღიქვას, ამ ნახატს, ამ იმიჯს, ამ ვიზუალს ვერ კითხულობს. ამ შემთხვევაში იგი AI შემთხვევაში მოდი ვილაპარაკოთ. ძალიან იდეალურია, ხვდები ხოლმე რომ AI იმიტომ რომ იდეალური ხარვეზებს ვერ პოლობ და ხე წინა თემაზე უცებ დავამთავრებ, რომ სანამ AI-ზე გადავალთ, რომ ვეუბნები რომ არ შეიძლება იყოს რაღაცა იდეალური. აი ეგ არის პარადოქსი, მე ვიღწვით, მიგვაჩვიეს რომ უნდა ვიბრძოლოთ, უნდა წავიდეთ იყო იდეალურები, მაგრამ მე ჩვენი ტვინი ვერ აღიქვამს. ჰოლივუდის ვარსკვლავები, ანუ აი ვინც ყველაზე ლამაზებად ითვლებიან. აი რო აიღო მათი სახე და ხაზმა არც ერთი არ არის სიმეტრიული ესე იგი, ეხლა ჩვენი საუბრიდან რაც გამოვიტანეთ და ასკონა არის ის რომ უნდა გქონდეს ჩვენი თავის მიმღებულობა ვენდოთ ფოტოგრაფს, რახან მივდივართ მასთან და ჯობია გამოვიკვლიოთ თუ ვინ არის ეს ფოტოგრაფი, სანამ ჩვენ მივდივართ. კი, იმიტომ რომ შეიძლება ვიღაცამ გირჩიოთ, ლელიან ჭალო, მაგრამ ჯობია რომ მაინც იქნებ ნახოთ, რას ვიღებთ და სხვაშორის მე ესეთი მეთოდი შევიმუშავებ, ცოტა ისეთი ვარ, ხა მივხვდი რატო ეშინია ბევრში. აბა გითხარი. რომ წერენ ხოლმე ფოტოები მინდა, ნუ ზოგი წყობს, თქო შენი ფოტოები მომწონს. უკვე ხვდები რომ იცის ჩემი ფოტო, მაგრამ აი ფოტოები მინდა და ან თქვენ თავი მიჩიეს. აქ პატარა ერორს ვაგდებ ხოლმე, რომ აი იცის კი ჩემი ფოტოები. ხან პირდაპირ წერენ ჩემი ფოტოს მართლა არ ნახულობენ ახლა და ან თქვათ რომ გადაღება მინდა ის მოვიდე. თქვათ უთხარი რაღაც 13-ში მოდი, 12-ში მოდი და დღის ამ მონაკვეთში მოვიდე მეუბნება. როგორ ჯობს? აი კითხვა, ახლა სად არის? ხო, აბა მიდი, აბა გითხარი. მარტო რაღაცა რისი გადაღება გსურთ გააჩნია. ანუ რას გულისხმობ? თუ თქვენ შეგიძლია გამიზიაროთ? ერთია თუ ჩვენ ფოტოს მიზიარებს და თქვათ იქ ფოტო გადაღებულია ბუნებრივ შუქზე, უკვე ხვდები რომ მას დაახლოებით რა მოსწონს და ნუ ვიბარებ შესაბამისად ლოგიკურად დღის საათებში ნათელია შედარებით პერიოდი. თუ მიგდებს სტუდიურ გადაღებულ ფოტოებს, ნუ მონაპირე როცა გინდა, იმიტომ რომ ეს ფოტო რაც თქვენ ჩამიგდეთ, არის გადაღებული სტუდიურ განათებით. ამიტომ გადავიღებ დილის ხაზე თუ საღამოს ხაზე, მნიშვნელობა არსებითი არ აქვს. მაგრამ ხანდახან არის ხოლმე რომ მიგდებენ იმედად საოცარ ფოტოებს. როგორიც არის? არა, ნუ მნიშვნელობა არ აქვს როგორია, და ჩემი სტილი არ არის, ნახე? იცი რომ არ მიყვარს იმის გადაღება, რაც არ არის ჩემი. ხო. და ჩემთვის არ არის თქვა. მაგრამ ხო ვეუბნები რომ ესეთ ფოტოებს არ ვიღებ. ხო და ვეუბნები რომ იცით ბოდიში მე ანუ კენსელებია, იმიტომ რომ მithქვამს იცი რა მე ვხვდები რომ ჩემი ფოტოები არ მოგეწონებათ. პირდაპირ მithქვამს. აი მე რატო რაღაცა ანუ არა ვიცი, ხვდები. მე როცა მაგას ვეუბნები, ეგრე უშვებ ხოლმე შენთან. ხო ეს ესე ვაკეთებ. კი, მას ხოთა შორის რომ ვიცი, იმიტომ რომ ზუსტად ვიცი რომ აი ხანდახან აი ეს ფსიქოლოგიური მომენტი რასაც შელაპარაკო, ყოველას გვაქვს რამდენი ბევრი დიდი ხანი ვინც მუშაობთ. ძართული არის რომ ყოველას ესაუბრო საათო. ნუ ხვდები რომ რაღაცნაირად ვერ განაცხობ და მე მაქვს ექსპორტული ჟინი რომ მინდა რომ ბოლომდე გავიმარჯვო. ნუ ყოველთვის ვერ მარჯვებ, მაგრამ მე მაქვს ჩავიციყო და ან ყოფილიყო შემთხვევაში გადაღებამდე
2-3 საათი მისაუბრე ადამიანთან. კაი, ჭალო, ეს არის, როდესაც მაგალითად შენ გაქვს დრო, იმ ადამიანს აქვს დრო, მოვიდა, რაღაც გადაიღო. თუნდაც კორპორატიული სადაც 10 წუთი ჭირდება 15 გადაღებისთვის ხანდახან 20. ან გამოყოფილია რაღაცა. კი, რაღაცა დროები და მაგალითად რაღაცეთ ესე ხარ. ნუ ყველანაირი გადაღება გვიწევს, მაგრამ განსაკუთრებულად განსხვავებულად ვლამაზია. ეს სიტყვა ცოტა არ მიყვარს ამის გამოყენება, მაგრამ რაღაცნაირად ესე ემთხვევა ხოლმე ყოველთვის. რაღაცა არ ვიცი როგორ ცნობ, რომ ცოტა მეტად დაემთხვეს ეს სიტყვა. როდესაც ასევე იღებ ქორწილებსაც. და მე მგონი კი ყველაზე რთული გადასაღებია ღმერთმარი მართლა რამოდენიმეჯერ მაქვს ნაცადი ქორწილის გადაღება და ეს ისეთი რთული სამუშაოა. იცით რა არის? გააჩნია რა თქმა უნდა ფოტოგრაფს, მაგრამ მე ვლაპარაკობ აი ჩვენნაირ ფოტოგრაფებს, რომლებიც გვიყვარს ინდივიდუალურად ადამიანთან მუშაობა და მათი ხასიათის გახსნა და სამასი ადამიანი ესწრება ინდივიდუალურ ფოტოს. კი, მე მაგალითად რა ზუსტად გავაკეთე და ვაკეთებ, ეს არის მოლაპარაკების დროს ვეუბნები, რომ მე მხოლოდ თქვენ გიღებთ. და თქვენ გააფრთხილოთ. მე სხვაებსაც არა, მე ვეუბნები ხოლმე, რომ მხოლოდ გააფრთხილოთ სტუმრები, რომ მე ანუ მხოლოდ თქვენზე ვმუშაობ და ნუ მაქსიმუმ 1-2 ფოტოს გადავიღო თქვენ მშობლებსაც, მაგრამ თქვენ ხართ თავარი და უმეტესწილად ხოლმე, ნუ იშვიათად ვიღებ, როცა ვიღებ, ხალხი გაფრთხილებული, რომ არ უნდა შემაწუხონ. მაგრამ მაინც გაწუხებენ. არ მაწუხებენ. ისეთი სახით იცი რა არ მცალია, მართლა არ მცალია. და კი არა რომ რაღაც ხობის გადაღებაზე პრობლემა მაქვს. უბრალოდ ისე ვარ ჩართული ამ პროცესში, იმიტომ რომ ადამიანების დღესასწაულია რაღაცა, რომ რაღაცნაირად კონცენტრირებოდა უცოდ დაგიძახებენ, რომ ჰე, ფოტოგრაფი მოდი გადამიღე. ოღონდ ვიღაცა წუის და ხო, აი ეს არის შემ. მაგრამ ხანდახან არ თქვა, ნახე ვიღებ ესეც თქვა უნდა. მაგრამ ნუ უმეტესწილად ძალიან მიჭარს ხორცები, როცა ტეორიის ყვა გითხარი შენ. კარგი თუ ცუდი. მოდი ჯერ დავიწყოთ კარგით. სულაც გადავდივარ, მაგრამ მოდი ჯერ ვლაპარაკოთ იმაზე, რომ შენ არ იღებ ესე ღონისძიებები, არ არის შენ ის იღებ ხოლმე ნაკლებად, მაგრამ ქორწილებს იღებ ხოლმე. რა გაინტერესებს ქორწილების გადაღების დროს? მე ვიღებ ადამიანებს. აი ძალიან მიყვარს ცხოველები, იცი? დღეს არა მოჭრა, მასა მოხდა წყალი ჩამომიშვა. ავედი და შემეხედა რა ხდებოდა გაწვა ეს იდიოტკა ძაღლი გასიებული 10 წუთი მეფერებოდა აი ესე იყო რა მომიტანა სათამაშოები მართლა და ნუ ანუ საჭუბრად იყავი ასული მაგრამ ძაღლა მოგალბო მე მეთქი და მე უკვე ეს ჩაახვალ ხო მეთქი ამ წყალი ჩამოდის და ხო აი გასკდა ქვაბი რაღაცა და ამ ძაღლების მიყვარს საჭველებიც კი იცი მიყვარს აი გურმანი ვარ მაგრამ ანუ ვერ ვიღებ არა შემიძლია გადაღება, გადამიღია, მაგრამ არ არის ჩემი და რატო? აი ძალიან მარტივი ახსნა ამ ყველაფერს. მიყვარს საუბარი. და ძაღლების ენა მართლა არ ვიცი, რო ვიცოდი, აი დედას ვიცოდი, შეიძლება დამესვა და ძაღლებთან უფრო მე მეგობრა კი და გადამიღო ძაღლები, მაგრამ ნუ ვერ ვგებულობ. რა თქმა უნდა, ინტუიტიურად ხვდები რაღაცებს, მაგრამ ჩვენი ენები თანხმედრადი ანუ გიყვარს ეს კომუნიკაცია აღმოჩენა. კომუნიკაცია, იმიტომ რომ იგივე თუნდაც დროშები ყო შეზღუდული, უკვე ჩემი რაღაცა ესეთი გეგმა შევიმუშავე, როგორ შევიდე ადამიანთან ნდობაში და კომუნიკაციაში, როგორ მოვიპოვო მათი ნდობა, როგორ ავუმაღლო მათთვის შეფასება, იმიტომ რომ ამაზე თუ არ უმუშავე, რაც ამ კარგი ფოტო გადაუღო თუ მზაობა არ აქვს, თუ შეფასება აქვს დავაგნილი და სამწუხაროდ, მაი ძალიან ცუდი რომ ამის გამოება მიწევს ხშირად, მაგრამ მართლა ეს ძალიან დიდი პრობლემა არის და ადამიანებს რომ ვიღებ, ჩემი ესმით და როგორც წესი, ნუ გისმენენ, როგორც მინიმუმ, შეიძლება არ მიიღოთ, მაგრამ ხო გისმენენ. ხა არ შეიძლება კარტოფილს აზე ველაპარაკო. კარგი და ეგ ავშოთ ქორწილის შემთხვევაში დავუბრუნდეთ. ხო, ქორწილში ადამიანები არიან. ხო, მაგრამ აი წინასწარ მომზადება როგორი ხდება პატარა ზალთან, რომ გირეკავს და გეუბნება რომ თქვენი, ანუ მინდა რომ თქვენ გადამიღოთ, რა ხდება? მოდი, კაი კეისები ავიღოთ. ხო, მაგას მაკეთ რა დაფიქრე, კარგი დაიწყე, მან მივდიოდი. ნუ ნელ-ნელა გაიფილტრა კლიენტურა. რაც מחარებს. იმიტომ რომ მე ხა არ დავმალა, მქონი ესეთ შემთხვევები, რომ გოგოს დაურეკე ტირი და ფოტოები არ მომწონს, ვაიმე რა გავაკეთე, რომ მომტკვარში ჩავარდე და თუ და იძაბები. ძალიან ემოციური ვარ. ანუ ყოფილა რომ მართლა 2-3 მიკრო სახენ არ გავუსვრო და მე იმაზე მეტი ვიტირე მე. ხო. მაგრამ ნუ მე გავიდე რაღაცა პერიოდი, ნუ ზოგს ბოლომდე არ მასწონდა, მაგრამ ვიღაცას მე მასწონებიათ. მაგრამ მე ხო ის ტრაუმა მივიღე, მაგრამ ჩემი ტრაუმა მართლა მეორე ხარისხოვანია.
უბრალოდ აი მივდივარ ნახე ისევ სად საკუთარი თავის მიმღებლობასთან ეს ერთი და მეორე ანუ რჩევა პატარძლებს არასდროს ქორწილში არ გაიკეთოთ რაღაც პირველად რა იკითხება რაღაცაში რაღაც სიტყვა რაღაცაში მარცხნილობა და მაკიაჟი ანუ ყოფილა ხო ვიცნობ ხა ვიღაცებს როგორც ასე ვთქვი მეგობრები ან მეგობრების მეგობრები არის შინაური წრე მოდის ჩემთან მით კარგად ვიცნობ და ესეთი ნდობა აქვს ჩემი და აი გაიფულაში გულწრფობ იმას რომ აი რაღაცა შემთხვევითი ხალხი ჩემთან აღარ მოდის და აი გოგო ვიცი რომელსაც ცხოვრებაში მაკიაჟი არ გაუკეთებია და გაიკეთა მაკიაჟი თან სამძიმე მაკიაჟი გაუკეთეს ესეთი კვეთრი ჭრილებით და მტიროდა მთელი დღე. ნუ იქ როგორი დრამა იყო, შენ არ იცი და ნუ ფორტი დამის ჩაიშალა. ყოფილა შემთხვევა გაუკეთებია ძალიან მსუბუქი მაკიაჟი, მაგრამ მაინც ანუ ძალიან ქაოს გავარ ეს. ანუ რჩევა პატარდას პირველი. აუცილებლად გაიგეთონ ჭყალებში პრობლემი, ანუ სატესტო მაკიაჟი არ შეიძლება აი ესე უცებ პირველივე დღეს გამოხვიდე და უცებ მე შენ თავი არ მოგეწოს. ერთი რომ ადამიანურად და მეორე ჩემს შედეგზეც აისახება. შენ თუ თქვენ დაბღურული სახით იქნები, ფოტოები არ გამოვა ერთია და რაც ამ კარგი ფოტოები გადავიღო, მაინც არ მოეწონა, მას თავისთავად უკვე არ მოსწონს. მე არის თმა. აი, ვიღაცები მთელი სხვა მატრები გაშლო თმას და უცებ იწევენ თმას და მე რაღაცა არ მომწონს. ნუ კიდევ ბევრი მომენტებია, ვთქვათ, თუ უხეშად ვთქვათ, გაქვს წონა რაც არის პრობლემა. პრობლემა არის ჩემთვის არა, რომ მე არ მაწუხებს ვიღაცის წონა, პირიქით მიყვარს საყვარელი ფუმფულა ხალხი, მაგრამ ანუ ვიცი რომ მე იტყვიან რომ გამახტუნე ფოტოებში. და შედალოცვილო, როცა იცი რომ გაქვს დიდი ლოყები, რაღაც არ იცი საბაბი. და თმას იწევ ზემოთ და ეს ყველაფერი მოდის წინა პლანზე, ვიღაცამ უნდა ურჩიოს, მინიმუმ სტილისტმა უნდა ურჩიოს ეს რომ იცი რა არ მოგიხდება ეს ან რა შედეგი შენ გინდა იმიტომ რომ აი ქორწილზე ვიტყვი მაგრამ თან ქორწილთან კავშირში არ არის მოსვლა ძალიან ლამაზი გოგო აი ულამაზე სახალხოს არ გადაღებაზე და მაჩვენებს უცებ მონიკა ველჩეს ფოტოებს ხო ეს როგორი კურნოს რა ძალიან გამხდარი ანუ წვია აქვს ესეთი მოკლე პატარა აწეული სლავური გენიურებია და თავისი გენმა მაინც და ნუ ხა მონიკა არც კურნოსა არც გამხდარი არის და პლუს ყბა აქვს და ამოგა სხვანაირი ანუ ვიზუალად სხვა გეომეტრია არის და ესე ვთქვათ ანატომია პლუს და მე ვუყურებ რომ მინდა ესეთი ფოტო ხო აი ძალიან რთულია მე კი ვეუბნებ ეს რაღაცას ნახე მე ესეთ ფოტოს გადაგიღებ ერთ-ერთში იმიტომ რომ ხა შუქისო ვუყურებ ფოტოში უჩვდებით ხვდები რა განათება გამოყენებული და ერთ-ერთში ეს ფოტოს გადაგიღებ მაგრამ ყოფილა შემთხვევაში რომ არ მოგეწონება ან ისა მოდი გადავიღოთ და ვცადოთ ვიცი ვარ მოეწონა მე ის არის მონიკა სიტყვაზე შენ ხარ ლელი არ შეიძლება რომ ან სულ მე აი ხა მე ვიღებდეს ვიღაცა და უთხრა სიტყვაზე ჯეკი ჩანის ნაირი ფოტო მინდა ნუ ხო ჯეკი ჩანის ხანარი მე მაქვს ჩავარდნილი თვალები და ხანარი ჭტილი მაჭდება ჯეკი ჩანის ხანარი თვალები აქვს და არ შეიძლება მომთხოვა რაღაცა აქსიომა მე ვეუბნები ხომ რომ იცი რა მოდი აბა ცადო სხვა რაღაცა იქ მოგეწონს იმიტომ რომ შენი სახის ანატომიიდან გამომდინარე წესი შენ ეს უფრო უნდა მოგიხდეს ხოცა ადამიანს აი ესე დავაგებულად უხსნი რაღაცებს და ეუბნები შეიძლება გამოყვეს იგივე არის ქორწილში სამ შემთხვევაში შენ თუ ვიზაჟისტი ხარ თმის სტილისტი უნდა უთხრა რომ იცი რა მოდი აბა შეხედე და დაფიქრდი გინდა იმიტომ რომ არის რაღაცა რაც ვიღაცას არ უხდება რა არის რაღაცა რაც რაღაცა მაკიაჟი არ უხდება და ნუ მე ეს ჩემს აისახება და შევწარი არ მე კი გადაგიღებ კარგ ფოტოს ან მართლა რავი ფიქრს და თვითონ დავდებ და ყველაფერს მაგრამ ანუ აი როგორ უნდა დავიხარჯო იცი რომ არ დახარჯვაც და არის კიდე დახარჯოს და ორი კოლეგო და მე ვერ ავდგე ფეხზე კაი იცი კიდე შენ ძალიან ბევრს მოგზაურობ და ასევე გიყვარს უცხოელების გადაღება ამ შემთხვევაში რაზე გაგიღიმარ მოდი გავია და ისე მივდივარ Twitter ხასებასთან ხო მაგრამ ნახე როგორ რაღაცა არის ერთი არის როდესაც მე მგონი აქაც არის ეგ თემა მაგალითად როდესაც უცხოელებთან გადაღება ურჩევნიათ შეიძლება ამ ბოლო პერიოდში კი მაგას მან მივდივარ შესაბამისად ეგეთი რაღაცაც ხდება რომ აქედან რომ უცხოეთში მიდიხარ ის ადამიანი სხვანაირად ხდება საკომუნიკაციოდ აქაც შესაბამისად ურჩევნიათ რომ უცხოელმა გადაიღოს ვიღაცები იმიტომ რომ
არ ვიცი რა ხდება აქ, რატომ ვარჩევთ, რატომ არჩევენ, რატომ არჩევენ. მე ხა ვერ ვიტყვი ესე ხაზგასმით და ესე. ხო. ძალიან უხეშად რომ მე რასაც ვამბობ ეს არის სიმართლე და ეს ესეა და უცხოები რომ გახსნილები არიან ესეთი კომპლექსიანები მინახავს ჩვენები აი მეთქი არის ხა ჩვენ ყოფილობთ ევროპის ცენტრი თქო მაგრამ უბრალოდ მაინც დიდ ციფრებზე ვსაუბრობ პრაქტიკაში სამწუხაროდ რეალობა არის ეს თუმცა რა თქმა უნდა იქაც არის რაღაცეები უბრალოდ აი მგონია რომ უფრო აი თავისუფლები არიან უფრო მოდუნებულები არიან და უფრო მეტად იციან ცხოვრებით კვობა. რაშიც ახლა არავინ არ თქვას ის რომ ვინმეს აქ ვამტყუნებ და გეხვეწები ხა ჩვენ რაც ყვა გამოვლილი და 90-იანების თაობა ვარ მე, ანუ კიდე რომ რაღაცა ვიღიმი ხანდახან და რაღაცა ფსიქიკურად ცოტათი მდგრადივა, გეხვეწები, ანუ ახლა არავინ არ თქვას რაღაცა და ახლა რა თქმა უნდა არ არის ლოგიკური და რელევანტური და შეიძლება არ იყოს მორალურად სწორი ხა ძალიან პირდაპირ თქვი ჩემ თავზე რომ ვიღაცა ვის ბერლინში დაიბადა, გაიზარდა, ის შევადარა იმას, ვინ სიტყვაზე სადღაცა თბილისში ვაკეში გაიზარდა. თბილისში სადღაც დაიბადა, იმიტომ რომ არ ქონდა დენი, წყალი, გაზი, ვერ მოუარა სახის კანს, თვითგადარჩენაზე იყო ის ორიენტირებული და არ ქონდა ის ფუფუნება, რომ თავისი რაკურსები შეესწავლა, თვითშეფასებაზე ემუშავა. მისი მშობლები მუშაობდნენ 25 წელზე ფეხშით გავდნენ და ისინი ტოქსიკურ გარემოში გაიზარდნენ და ანუ სულს არ აუგდნენ კომპლიმენტებს. რაც საბედნიეროდ ჩვენს თაობაში მოდი ესე ვთქვათ, რომ აღარ არის ეს არის რა თქმა უნდა, მაგრამ მასიური სახე აღარ აქვს, იმიტომ რომ ხალხმა ის კომპლიმენტების თქვა. კომპლიმენტებს ვეუბნები ხოლმე ხალხს და განსაკუთრებით ნუ ხანახან კაცებსაც ვეუბნები, იმიტომ რომ ხალხს რა გამოიყო, რა გაცვია და უცებ კი რა და არა შეჩემ არ იმიტომ რომ კომპლიმენტი არ არის კი სწორი შევადარო უცხოეთი საქართველოს იმიტომ რომ ესე მარტივად არ შეიძლება რაღაცებს დაადო კლიშეები და სახელები დაარქვა და მისმის რომ სხვა მოცემულობა, სხვა რეალობა და საერთოდ სხვა სიტუაცია იქ, მაგრამ რავი, მინდა რომ აქაც ეგეთი ბედნიერები ადამიანები და ხომ აქვს ამისი უფლება, რომ ადამიანს ქონდეს თავისი კეხიანი ცხვრის მიმღებლობა. რატო არ შეიძლება? შეიძლება ნამდვილად. მოდი, ესე ცოტა ოპტიმისტურ ნაწილშიც რო წავიდეთ. ოპტიმისტური არის რომ ჩვენი თაობა კი, უკეთესად შვილების მიმართ მეტ უფრო კომპლიმენტსაც ვეუბნებით, უფრო ვაქცევთ და თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ჩვენ თუ ოჯახიდან არ მიიღეს მიმღებლობა და რაღაცა ზურგი არ მიიღე და მხარდაჭერა. ხო. კი, მოქმედებს. კაი. ეხლა იცი, მაგრამ ჩემი ცხოვრების თხოვნა გამომდინარე, დიდი ხანი უკვე ფოტოგრაფი ვარ. აღარ ვიტყვი რამდენი ხანი და სხვადასხვა ნუ ზედაპირ საინფორმაციო ფოტოგრაფიაში მუშაობდი სტუდია ფაქტობრივად აი ეს სტუდია რომ მაქვს სადღაც 8-9 წელია უკვე წამდგამდენი დრო გავინა მაქვს და შესაბამისად ძალიან საინტერესოა ჩემთვის იმიტომ რომ ადრე არ მქონდა ესეთი რა ახლა სტუდია და ამბები მაგრამ მინდა გითხრათ რომ ადამიანები უფრო აინტერესებთ პორტრეტების გადაღება რაღაც მომენტში ჩემ ბავშვობაში დადიოდნენ ხოლმე სპეციალურ ატელიებში და იგი იღებდნენ ფოტოებს მე ეს ფოტოები იდებოდა ალბომებში ზოგი ჭრიდა ზოგი აწეპებდა იყო ხო ნუ მაგით თავისთავად იყო ალბომების არ დიდი არჩევანი არ მქონდა, მაგრამ რაც იყო ეს ალბომებში აწეპებდა ხალხი ასე. ნუ მე შემოვიდა მაგნიტური ცელოფნი, მაგრამ მანამდე ესე მეც მაქვს ესეთი ალბომები. და შესაბამისად რაღაცნაირად ძალიან დიდი დრო დაგვჭირდა, რომ მივხვდეთ რომ ფოტოების გადაღება შეინი საკუთარი ფოტოს ქონა დღეს სოციალური მედიის რა თქვა აყვავების პერიოდში AI-ზე ვისაუბრებთ ამ პერიოდში და თან უცა უმეტესად მე მუშაობ უფრო ესეთი ადამიანებზე რომლებიც მუშაობენ საქმისთვის ჭირდებათ საქმიანი პორტრეტები ეგრეთ წოდებენ კი კონფერენციებზე გამოდიან აგზავნიან მაგალითად ბიოგრაფიებს ან CV-ს და იქ რაღაც თავის მოთხოვნილება აქვთ მათ შორის სტუდენტებსაც მაგალითად სამედიცინო სტუდენტების ძალიან ხშირად იყენებენ ხოლმე სტუდიურ იმიტომ იქ რაღაცა თავისი სტილი აქვს და ესეთი ხომ არ და რაღაცა და გამოგვდის ხოლმე ძალიანაც კარგად და ბევრად კარგად ხშირ. აქაც ჩამოდიან ხოლმე ჩვენი ქართველი მსახიობებიც და ხშირად ვიღებთ ხოლმე რომ იქო ვერო. თქვენ წარმოიდგინეთ. თან უფრო იაფ, თან უფრო კარგად. ეს ყურადღებას იქო არ გვაქცევენ, როგორც თქვენო. და ნუ მოკლედ ესეც ეგრეა კი ნამდვილად. დაუაფასონ.
ხო, არა, მეგონი რა ვიცი, სანაკო ჩვენ ჩემი ფეროთ რასაც აგვაფასებენ. ეხლა შენ არ გაკლია დაფასება, გაცადე. ეხლა ვისაც არ გაკლია, იმან რა თქვას. იმიტომ რომ როგორი რაღაცა არის. დაფასება ცოტა შექებაც გვიჭირს ხო ადამიანებს, განსაკუთრებით ჩვენი პროფესიის ადამიანებს არ უყვართ. მიღებაც. მიღებაზე კი არა, ჩვენი ტოპ თემა არის მე კომპლიმენტებს მეუბნები ხო იცი რომ გავრბოდი ხო, მაგრამ თემა არის ის რომ უნდა ეგეც ჩვენ მივიღოთ ხო, რომ მე ეს კომპლიმენტი ის კი არის რომ ეხლა თქვენ შემაქეთ მოგეწონათ ფოტო და ამას დავისვენე. პირიქით, რომ ადამიანი ფოტოს გიქებს, კიდევ უფრო უკეთესი კიდე რომ შემდგომი გადაიღო, ხო, რაღაცას შენი мотиваტორიც არის, ოდესაც რაღაცას და ძალიან ითგუნები რა თქმა უნდა, რომ ადამიანს აღდაღება არ მოწონს ან რაღაც ფოტო და ძალიან ხშირად მართლა არ მადლობა არ ვიცი როგორ არის ქართულად. ანუ ჩვენ კი ვართ კარგი ფოტოგრაფები, მოდი ვთქვათ, მაგრამ არ ვართ ჯადოქრები. ანუ თუ ცუდ ხასიათზე ხარ. ხო. მაგრამ ერთი რამე თუ ცუდ ხასიათზე ხარ, ნუ ცუდი ხასიათის ფოტო შეიძლება გამოგივიდეს. ფოტოგრაფი. თემა არის ის, რომ განწყობა ჭირდება როგორც ფოტოგრაფს, არა ჩვენ ახლა მაგაში ჩემი პროფესია და ჩემ განწყობაზე ხარ თქო, თქვენ ვერ იქნებით, მაგრამ თქვენი განწყობა ძალიან მნიშვნელოვანია გადაღების დროს. და კი გვაქვს რაღაცა ხრიკები, როგორ უნდა მოგიყვანოთ ხასიათზე, ცოტა გადაგრთოთ, გამოგრთოთ, მაგრამ როცა მიდიხართ გადაღებაზე, ჯობია განეწყოთ, რომ მიდიხართ გადაღებაზე. ჩვენ კი ვეცდებით მაქსიმალურად, რომ მარტო გადაღებაზე იფიქროთ და თქვენ თავზე იყოთ კონცენტრირებული. მოკლედ მოგვენდეთ, თქვენს მოემზადეთ, ეს არ არის რომ მიხვიდეთ ფოტოგრაფთან და მაინც და მაინც მიიღებთ საკვეთილ შედეგს, თუ თქვენ არ დაეხმარებით, ასევე ეს რაღაცა მეგონი ძალიან უნდა ჯადოქრები არ ვართ. არ ვართ ნამდვილად ჯადოქრები. თუმცა კარგი ფოტოგრაფი. ეგეთი ჯადოქრები არა, რომ ხო, რაღაცა კი ბატონო. ანუ დამოკიდებული, ანუ ურთიერთ დამოკიდებულები ვართ ესე ვიტყვი. კი, ერთმანეთზე. კარგი ფოტო არ არის მხოლოდ ფოტოგრაფის. კარგი ფოტო ხართ თქვენს, როგორ დაეხმარებით კარგ ფოტოგრაფს რომ გადაიღოთ. კი, ახლა ულევია ინტერნეტის დრო, მაგრამ მაინც თქვენს არ მოგაბეზროთ ახლა ჩვენი სო თუ დაინტერესდებით შეიძლება მე ნაწილი 2 გადავიღოთ, მაგრამ ამ ეტაპზე მოდით უცბად ცოტათი ვილაპარაკოთ ნუდ ფოტოგრაფიაზე, ყველაზე ესეთი ტაბუდადებულ თემაზე თითქოს. მაგრამ ამავდროულად ყველაზე საინტერესოზე. მე ვიცი რომ იღებ გადასარევად ულამაზესად აი გვაქვს აქეთ. ნუდებს და რა არის ნუდ ფოტოგრაფი შენთვის? ანუ სად ხარ შენ მანდ, როგორც ფოტოგრაფი, როგორ გრძნობ შენ თავს და ადამიანს რო უყურებ, სუსტად იცი, როგორ თუ აი რა ხდება, რა გაინტერესებს ნუდის გადაღებისას? ჯერ აი ძალიან უცებ ერთ წუთში ვიტყვი იმას, რომ ტაბუდადებული გახდა ეს თემა და არ იყო, იმიტომ რომ როცა მე 90-იანებში ვიზრდებოდი, ну პატარაობაში არ მქონდა ამასთან შეხება, მაგრამ როცა ცოტა წამოვიჩიტე, ალბათ უნივერსიტეტში და ცოტა რაღაც სახლიდან გავედი, აღმოჩნდა არაერთ გამოფენებზე, მე უკვე ფოტოგრაფიაშიც ნელა ხო წავედი, ну ეს კი ცალკე თემა რომ მოვხვდი ფოტოგრაფიაში, მაგრამ ну მაშინ არსებობდა ფოტოფორუმები, ეს ვისაც არ ახსოვს და ну კიდე არა მარტო ქართულად ცხოვრების და ну იდებოდა აი მილიონობით ფოტოები და მათ შორის საქართველოშიც ну იდებოდა εν რაოდენობის როგორც ქალის ისე კაცის ნუდები და ну ეს პრობლემა არ იყო რატომღაც რა. იგივე სამხატვრო ძველი ჩვენებები რა ნახოთ 90-იანებში ხალხი გახტილი დადიოდა რა მკერდი უჩანდა ჩვეულებრივად და აი სახში არავინ არ ამათრახებდა იმას და რაღაცა მეერე მოხდა, აი არ ვიცი რა ეტაპზე მოხდა ეს რა უცებ აი ძალიან ჩააჭირა ხალხმა, ну აი რაღაცა ალბათ იმიტომ რომ სოციალურ მედიაში უფრო მეტი გავრცელება ხდება და ამ ფოტოების არასწორ გამოყენებით უფრო მეტი რისკია, ვიდრე მაგათ ადრე იყო. კი და აი ამან ქნა ის ყველაფერი რაღაცა ძალიან ჩაიჭკმალა ეს თემატიკა და ну დღესდღეობით ცოტა მგონი პროგრესი გვაქვს და ნანელა უფრო იხსნება საზოგადოება და მზაობა და მიმღლობა აქვს. რაც შეეხება ეხა ნუდებს, რატომ ვიღებ, ხო? უბრალოდ კითხვა გაუჩნდეს. ну ეხა ბევრი ფანტაზია და გონებას გასაქანი მხელა აქვს, რა ვიცი, მაგრამ და ბევრი მომისმენია ამის შესახებ, როგორც უაზრობა და იდიოტობა, ასევე საინტერესო აზრებიც. ну ჩვენი სხეული ჩვენი ნაწილია, მარტო სახე ხო არა და პორტრეტი, ანუ ზოგადად ადამიანი არის ჩვენთვის საინტერესო, როგორც ვეღარ თქვი და ანუ ეს იქნება ფეხი, ხელი, რაღაც კუდუსუნი სიტყვაზე, მუხლი, რაღაც ლავიწი თუ სახე, ანუ ზოგადად ადამიანი ჩვენს არის საინტერესო როგორც ერთობლიობა. ну უფრო მეტად საინტერესო არის მისი პიროვნება, მისი გონება, მისი აზროვნება და თქვა თვალები, იმიტომ რომ მგონია რომ თვალები არის სული სარკე, მართლა ესე მგონია და
ეგ კიდე გზელი თემა არის. მაგრამ გონია რომ ჩვენი სხეული არის ჩვენი სხეული არის ჩვენი ნაწილი და შეიძლება ჩვენმა სხეულმა უფრო მეტი თქვას ხანდახან ვიდრე ჩვენ სიტყვებით ვთქვათ. და ალბათ თავისუფლების ნაწილიც არის ხო, როდესაც ადამიანი შენ წინ ფოტოგრაფის წინ შიშლდება თავისუფლდება ხო? გარკვეულწილად კი ამ სხეულს ძალიან ბევრი თქმა შეუძლია რა. აი სხეულს რომ ვუყურებ, უკვე დაახლოებით ხვდები ადამიანი როგორია. შეიძლება სადაც მისი ხმა არ მქონდეს მოსმენილი და უკვე დაახლოებით მივხვდე. ძალიან ისე ჰიპოთეზურად ჟღერს ვიცი, მაგრამ აი შეიძლება მივხვდე როგორი ადამიანია. მაგრამ ეს ყოფილი გაინტერესებს, შენთვის მნიშვნელოვანია. ადამიანი ძალიან საინტერესო არსება არის ჩვენთვის და თან ამოუწურავი თემა, რა ადამიანია, იმდენი ინდივიდია და იმდენი განსხვავებული ადამიანი და ყველას თავისი ისტორია აქვს. როგორ შეიძლება ადამიანი იყოს მოსაწყენი? ხო, წარმოუდგენელი ყველა ხო. აი მე ვთქვი არ მოგბეზს და ადამიანებს რო იღებ და როგორ შეიძლება მოგბეზდეს, იმიტომ რომ ყველა ადამიანი ხო სხვადასხვანაირია და პლუს დილის სხვა ვარ, საღამოს სხვა ვარ, ორშაბათს სხვა ვარ, კვირას სხვა ვარ და შეიძლება იმდენაერი ინტერპრეტაცია მოახდინო და იმდენაერი ადამიანი დამანახო, რომ ანუ აი შეუძლებელია ეს იყოს მოსაწყენი. მე ძალიან მიყვარს ლანდშაფტების გადაღება და შენც გიყვარს, მაგრამ მაინც ჩვენი პრიორიტეტი მაინც ადამიანია ამ ლანდშაფტში. ამ შემთხვევაში ხო სხეული გარკვეულწილად არის ლანდშაფტი. და სხეული შემიძლია შექმნა განწყობა, შეგვიძლია ადამიანი დაასევდიანო, აღგზნოს სიტყვაზე თუნდაც მაგრამ როგორც წესი, ჩემი მიზანი არ არის ეს და მინდა რომ დავაფიქრო სხვა რაღაცეებზე და აქვე ვიტყვი კიდე ერთ პრობლემას შევეხები, მინდა პრობლემაზე ვისაუბროთ და რაღაცა წამოვიდეს. უნდა ვილაპარაკოთ პრობლემებზე, იმიტომ რომ უმეტესწილად ადამიანები ამაზე არ საუბრობენ, რატოღაც გონია რომ ამაზე თუმად უნდა ვიყოთ. არა, პირიქით უნდა ვილაპარაკოთ და ეს ძალიან კარგია. აი, ხა ჩემთან ვინჩემ სოციალებში ნახავთ და ხშირად ვდებ კაცების ფოტოებს. და ბევრ სხვა აზრს იტყვის ეს ყველაფერი რატომ, ხო? აი, ერთი ძალიან მარტივი პასუხი არის, მომიყვანე ქალი, რომელიც გადამაღებინებს, არ მაღებინებენ. არ გადამიღია, მაგრამ ნახე რა არის ათეულობით ყავს გადაღებული ქალი. რამდენი ნუდი გინახავს ჩემი ქალის? მაქსიმუმ 1 ან 2. ხო, ცოტა წა. რატომ? ერთი არის რომ ძალიან მოკეთოთ ხო ხშირი შემთხვევები რატომაც არ ვდებ. ხო. წლების მერე ყოველ შემთხვევაში უთხოვეთ რომ ამეხო. მართლა. გათხოვებულან იმან ვიღაცამ ამოიც, აი ერთი ისტორია ჩემი მეგობარი გადავიღე. ლამის სახელით თქვი ხა. და სახე არ უჩას, მაგრამ ეს სხეული ჩანს. ხო. გოგონა. დედას ვიცავარ, დავდე თუ არა, რანაირად მოხდა არ ვიცი. ფოტო დავდე. და ხუთი მირეკავსო ჩემმა მეზობელ სახელი მიხდეს მაკა დედა ჩემს დაურეკაო შენი გოგო ნახეო გაბოზდაო ხალზე ისმო ოკეი ხალი არ წაუშალებს მისი იდენტობის ნაწილია მაგრამ ნახე რა მომენტია რა არ მოგოს ამ ბოდიში და კიდია დედამისაც კიდია მაგრამ მის მეზობელ მაკასაც უხებს ეს კი ბატონო კი და წავშალე მე დავდე აღონც ხალი წავუშალე ნახე აი მე არის მომენტი რომ ვდებ შემოსავა კაცების ძმა ვინა ძმა ნომერი მოგვეცი და ანუ აი ცოტა მე მეშინია რომ აი რა პრობლემა შეუქმნა ადამიანს მე უკვე ამ მანდილოსნებს იმდენად ცუდი გამოცდილება აქვს სამწუხაროდ ჩვენი კოლეგებისგან და ბევრი ფოტოგრაფიას იყენებს რაღაც ფარად რომ რაღაცა სხვა მიზნებისთვის მოდი თქვა არის კი მაგაზე ივანეს ლაპარაკობდა და ეგრე არის კი ბატონო მოусმენა ვანიკას და ამბობს მაგას ვიღაცა ვიყენებინ ამას და მოდიან დაძაბულები ჩემთან რა იმიტომ რომ საპირისპირო სქესი მათთვის და არიციან ვინ ვარ, მანიაკი ვარ, ხო? შეიძლება ვიყო და არიცო ეს ყველაფერი. კაცები უფრო გახსნილები არიან, გინდა არ გინდა. ეხა რეალურად შევხედოთ ხა რა, ხო? უფრო მეტი კაცის სხეული მინახავს, იმიტომ რომ დავდივარ აუზე, დავდივარ ჯიმში, ასე შემდეგ და ან უფრო მეტი გახდილი კაცები მინახავს ვიდრე ქალი. ქალების შემთხვევაში არის ისო უფრო ნაკლებ ან არავისთან, ან უფრო ნაკლებ კაცთან ქონე კომუნიკაცია ნაკლები უნახავს და აი მაინც ისე იბოჭება უფრო მეტი დრო და უფრო მეტი გახსნება რა და ხოთაშორის მე ერთ რაღაცას ვიტყვი შენგან განსხვავებით ხა მე შენ მაგნაწილში ვერ შეგეჯიბრები ხა და მაგრამ ჩემთან ქალბატონები ვინც მეუბნებიან რომ გადამიღეო და მე ვარ უარზე იმიტომ რომ ცირა ესენი მეუბნებიან ეგეთ რაღაცას რომ
უფრო აფასებენ, უფრო ასაკში ვინც არიან ქალები, უფრო ისინი მეუბნებიან ხოლმე, იმიტომ რომ მე ესეთი აღარ ვიქნებიო 10-20 წლის მერე და მინდა რომ ეს დრო რაღაცნაირად დავაფიქსირო. ეს შენი სხეულია, ან ხა. არ იცი როგორ რაღაც არის. არა, ახალგაზრდები არ მეუბნებიან ხოლმე, უფრო კი, მე აფასებენ. საქმოსანი ქალები, მე უფრო ხვდებიან. ჯერთი უფრო მეტის ხვდება ამ ბოლოს ადამიანი, როცა იცის რამდენად ღირებულია მისთვის ასაკი და ფოტოგრაფია. კი. და რამდენ რამეს ყვება თავისი ფოტო მასზე. და ძალიან ხშირად ეს ფოტოები არის მათი თავის აღმოჩენა და რაშიც ძალიან მიხარია რომ ხელახალი აღმოჩენა. ხო, ძალიან მაგარია, იმიტომ რომ აი ეს მონდობა ფოტოგრაფის მიმართ მე ამ ფოტოების ნახვა და ჩვენ შეგვიძლია სხვანაირად დავანახოთ, სხვა რაკურსი. იმიტომ რომ სარკეში რასაც ხედავთ, ხო, ჩვენ ხო ესეთები არ ვართ, ამიტომ გვაცადეთ გადაღეთ. და შესაბამისად რაღაცა კარგია ხოლმე, იმიტომ რომ როდესაც ადამიანის დადებით მხარეზე ცვლილებებს ახდენ შენი გადაღებული ფოტო, მე ძალიან ბედნიერი ვარ ხოლმე და ძალიან მუშაობთ მაგ თემაზე, იმიტომ რომ ქალები რომლებიც ძალიან დიდი შრომას დებენ თავიანთი კარიერის ზრდისთვის და ქალებისთვის კარიერის კეთება ბევრად უფრო რთულია ვიდრე მამაკაცისთვის, იმიტომ რომ ქალებს აქვთ კიდე თავისი სხვა შრომები, ოჯახის შრომა, რასაც ვეძახით სახლში, ამის გარდა, ანუ 100-ჯერ მართლა არ ვამეტებ, ძალიან ხშირად კიდე ქალები ხშირად ეხმარებიან კაცებს და უმეტესწილად ქალები რომ მოდიან ჩემთან ხოლმე გადასაღებას ქალები რომ ვეუბნები რა შენ რა მაგარია რაღაც გააკეთე და რაღაცა მე ამას იაზრებს ფოტოშიც ჩანს და მე ფოტოს რო ხედავს არ ვიცი მართლა ესეთი ვარ რომ ესეთი ხარ ვენები შენ ხარ ძლიერი დამოუკიდებელი წარმატებული ქალი და დიახ ეს ჩანს ამ ფოტოებში და ძალიან კარგია რომ ჩვენ ამაში ვეხმარებით და მე ძალიან მადლიერი ვარ ჩემი პროფესიის ერთი რაღაც გამახსენდა გადამიღია ქალები, როგორც ეს ფოტოები მარტო თავისთვის უნდათ. ან ყოფილ შემო თავის მეუღლისთვის უჩუქნიათ ესეთი რაღაცა და ალბათ აი ესე public არის. აი საჩუქრის იდეა. 12 ფოტო მინდა ჩემი კალენდარი უნდა გავუკეთო. კი. იდეა. კაი, ეხლა ჩვენ ძალიან შორს წავალთ, იმიტომ რომ ეს თემა აუმოუწურავია ფოტოგრაფია. ჩვენ ეხლა დავასრულებთ ამ საუბარს, მაგრამ იმედი მაქვს რომ კიდე გავიმეორებთ. და თემები მე და შენ სულ გვაქვს და სულ ლაპარაკობთ და ამიტომ მე კიდე გავამზადოთ მეორე ნაწილი. ეხლა კი მინდა დავიმშვიდობო ჭალოს და უღრმესი მადლობა რომ მოხვედი. ჩემთვის ძალიან დიდი ბედნიერება ვიყო შენი კოლეგა, მეგობარი და შემეძლო შენთვის რაღაცების გაზიარება და შენ მხრიდანაც ძალიან მიყვარხარ და აბა დროებით გევშვიდობებით, არ დაგავიწყდეთ, გნახოთ, გამოგვიწეროთ და გვიყუროთ. მადლობა, რომ მომიწვია და ვთხოვდი ადამიანებს, რომ შეიყვარონ საკუთარი თავი ისეთები, როგორებიც არიან. ერთხელ ვიბადებით ამ ცხოვრებაში, მეტი შანსი არ გვექნება და იმაზე ფიქრში თუ ვიღაცა ჩემზე რას იტყვის, არ უნდა გავლიოთ ის წუთი სოფელი.